კვარაცხელიას შოუ პარიზში. ქართველის შესანიშნავი სტატისტიკა. ნანობს თუ არა ლუის ენრიკე ქართველის სკამზე დასმას. ლივერპულის გულშემატკივრების მადლობა მამარდაშვილს და ეროვნული ლიგის მესამე ტურის შეხვედრები. ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ პარიზიდან, სადაც ხვიჩა კვარაცხელიამ ნამდვილი შოუ დადგა და მთელი მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა. Paris Saint-Germain-მა ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში ჩელსის უმასპინძლა და ქართველის დახმარებით 5-2 დაამარცხა. ხვიჩამ შეხვედრა სათადარიქოთა სკამიდან დაიწყო და შეხვედრაში 62 წუთზე მაშინ ჩაერთო, როდესაც ანგარიში 2-2 იყო. მალევე ქართველმა გუნდური თამაში აჩვენა და ვიტინიას ისეთი საგოლე პასი გაუკეთა, რომელსაც ბევრი ფეხბურთელი არ გააკეთებდა. 12 წუთში კი ქართველმა მორიგი შედევრი შექმნა და გუნდს ორბურთიანი უპირატესობა მოაპოვებინა. შეხვედრის ბოლო წუთზე კი წერტილი დუბლით დასვა. ქართველს ულაპარაკოდ კუთვნილი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც გადაეცა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხვიჩას ჩემპიონთა ლიგის 10 შეხვედრაში 6 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს. კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგურ კარიერაში დუბლი პირველად გაიფორმა და პირველად მიიღო მონაწილეობა ამ ტურნირზე ერთ შეხვედრაში 3 გოლში. რა თქმა უნდა, არაერთი ფრანგული, იტალიური, ესპანური თუ ინგლისური გამოცემა კვარას თამაშს საუცხოოდ აფასებს. მოკლედ რომ ვთქვათ, მათი აზრით კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვარადონა. 20 წუთიანი სპექტაკლის შემდეგ ქართველმა სხვადასხვა მედიებთან ისაუბრა. კომენტარი გააკეთა Paris Saint-Germain-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემაც, რომელიც ამბობს, რომ კვარაცხელიას სათადარიგო სკამზე დასმას არ ტანობს. მათ მოსმენამდე დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ბედნიერი ვარ, რომ გუნდის დახმარება შევძელი. კიდევ უფრო ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩელსის მოუგეთ, რადგან ისინი ძალიან ძლიერები არიან. ამ შეხვედრით კმაყოფილი ვარ. ბევრს ეგონა, რომ Paris Saint-Germain ამ დონეზე დაბრუნებას ვერ შეძლებდა, მაგრამ ჩვენ მაინც Paris Saint-Germain ვართ. ვფიქრობ, დღეს დავამტკიცეთ, რომ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია. უბრალოდ ასე უნდა გავაგრძელოთ. 2 გოლი გავუშვით და ჩვენი შეცდომები აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ. თუმცა ბედნიერები ვართ, რომ 3 გოლით მეტი გავიტანეთ. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან წინ კიდევ ერთი შეხვედრა გვაქვს ლონდონში. ახლა მთლიანად შემდეგ თამაშზე ვართ კონცენტრირებულები. თამაში რთული იყო. ვფიქრობ, როცა ვიტინიამ გოლი გაიტანა, სწორედ ამ მომენტში შეიცვალა შეხვედრის მიმდინარეობა. ჩელსიც კარგად თამაშობდა. მათ ჩვენს სტადიონზე 2 გოლი გაიტანეს. კარგი ის არის, რომ არ გავჩერებულ ვართ. ვცდილობდით უფრო და უფრო მეტი გოლი გაგვეტანა. ამიტომ კარგია, რომ სწორ გზაზე გავაგრძელებთ სვლას. შეიძლება ითქვას, რომ რთული პერიოდი გქონდა, მაგრამ ჩვენ ისევ იგივე გუნდი ვართ. უკვე ნახეთ, რომ ასეთ სიტუაციებს შეგვიძლია გავუმკლავდეთ. ამიტომ საჭიროა უბრალოდ ბევრი ვიმუშაოთ და ასე გავაგრძელოთ. რა თქმა უნდა, 3 გოლი კარგი უპირატესობაა, მაგრამ ჯერ არაფერი დამთავრებულა. ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, არც ერთ ფეხბურთელს არ უნდა სკამიდან დაიწყოს თამაში, მაგრამ ჩვენ შეტევაში ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს. მე პატივს ვცემ მწვრთნელის გადაწყვეტილებას. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს 10 წუთს ვითამაშებ თუ 90-ს. ყოველთვის ვეცდები ჩემი 100% დავდო. დღესაც ასე იყო. ვფიქრობ, ეს მხოლოდ ჩემი თამაში არ იყო. მთელი გუნდი ძალიან კარგად თამაშობდა და ჩელსის 3 გოლით მოუგეთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მაშინაც კი როცა ანგარიში 4-2 იყო, ჩვენ კიდევ გვინდოდა გოლის გატანა. თამაშის ბოლო მონაკვეთში ყველამ ძალიან კარგი სამუშაო გავწიეთ. ფეხბურთელებს შორის კომუნიკაციაც ძალიან კარგი იყო. ვფიქრობ, ეს არის Paris Saint-Germain-ის მთავარი ძალა. გვინდა მუდმივად გავაგრძელოთ წინსვლა და ყველაფერს გავაკეთებთ როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე ლიგა 1-ში წარმატების მისაღწევად. გასულ წელსაც სეზონის დასაწყისი რთული იყო, მაგრამ შემდეგ გუნდმა შეძლო სიტუაციის გამოსწორება. იმედი მაქვს, წელსაც ასე იქნება. თუმცა მთავარი ის არის, რომ ჩვენს თამაშზე ვიყოთ კონცენტრირებულები და ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. კვარაცხელიას სათადარიგო სკამზე დასმას არ ვნანობ. ახლაც იგივენაირად მოვიქცეოდი. ჩვენ მწვრთნელები შეხვედრის წინ საუკეთესო გზებს ვეძებთ. ეს შეხვედრა შესაძლოა სეზონის გარდამტეხ მომენტად იქცეს. ფინიცის ეს განსაკუთრებული მომენტია. გასულ სეზონთან შედარება ხდება, მაგრამ ეს შეუძლებელია. ძალიან გამძლე გუნდი ვართ. ეს სიტყვა განსაზღვრავს ჩვენს გუნდს და ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებსაც ამ გამარჯვებას ვუძღვნით. ჩვენს გარშემო ყოველთვის ხმაური ისმის, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი გუნდი და დიდი კლუბი ვართ. ჩვენ ვამჩნევთ, რომ ნამდვილი გუნდი ვართ. ყველამ თავისი საქმე გააკეთა. ვაჩვენეთ, რომ ჩვენი დამარცხება ჯერ კიდევ ძალიან რთულია. რთული თამაში იყო, მაგრამ შედეგით ყველანი ბედნიერები ვართ. მსგავს შეხვედრებში უკვე ბევრჯერ გვითამაშია და ასეთ სიტუაციებს მიჩვეულები ვართ. ყოველ ჯერზე, როცა მეტოქი ანგარიშს ათანაბრებდა, ჩვენ მაინც ჩვენს თამაშს ვაგრძელებდით. ვფიქრობ, ამ შეხვედრის მოგება დავემსახურეთ. ჩემპიონთა ლიგაზე ეს ეტაპი ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩელსი უმაღლესი დონის გუნდია და ვიცით, გასვლითი შეხვედრა რამდენად რთული იქნება. საპასუხო შეხვედრის მოგებასაც ვეცდებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან რთული იქნება. შეგახსენებთ, რომ ჩელსის და Paris Saint-Germain-ის მომდევნო დაპირისპირება 18 მარტს ლონდონში გაიმართება. მიუხედავად სამბურთიანი უპირატესობისა, რას ფიქრობთ, შეძლებს ქართველის გუნდი მეოთხე ფინალში გასვლას?
დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. გიორგი მამარდაშვილის ლივერპული კი ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალის პირველ შეხვედრაში გალათასარაის ესტუმრა და 1-0 დამარცხდა. ალისონის ტრავმის გამო ლივერპულის კარს მამარდაშვილი იცავდა. მიუხედავად გაშვებული გოლისა, ქართველს დამაჯერებელი თამაში ჰქონდა. მის ანგარიშზე 3 სეივი იყო და მისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებაც დაიმსახურა. აღსანიშნავია ისიც, რომ მამარდაშვილის თამაშს ლივერპულის გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ და მადლობა გადაუხადეს. მათი აზრით, ქართველმა ისინი უფრო დიდი სირცხვილისგან იხსნა. გულშემატკივრების თქმით, მათ გაუმართლათ, რომ მამარდაშვილი ჰყავთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა 4-0 დამარცხებულიყვნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ თურქული მედიის ინფორმაციით, შეხვედრის ბოლო წუთზე ვირჯილ ვან დაიკმა მამარდაშვილს უთხრა, რომ არ ეჩქარა. თურქული მედიისთვის ეს გასაკვირი იყო, რადგან ლივერპული გათანაბრების ნაცვლად ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრობდა. ნებისმიერ შემთხვევაში, საპასუხო შეხვედრა ინფილდზე ერთ კვირაში 19 მარტს გაიმართება და თუ ბრაზილიელი გამოჯამთელებას ვერ მოასწრებს, ძირითადში ისევ ქართველს ვიხილავთ. რას ფიქრობთ, შეძლებს ლივერპული შემდეგ ეტაპზე გასვლას? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. აქვე გეტყვით, რომ ამ sapasukho შეხვედრამდე ლივერპული პრემიერ ლიგაში 15 მარტს ტოტენჰემს უმასპინძლებს. აქვე მოკლედ გეტყვით იმასაც, რომ გიორგი ქოჩარაშვილის სპორტინგი ბოდოგლიმიც ესტუმრა და 3-0 დამარცხდა. სამწუხაროდ ქართველს არც ამ შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა. ნორვეგიული კლუბისთვის კი ჩემპიონთა ლიგის ხაბარი გრძელდება. ახლა კი საქართველოს და კრისტალბეტ ეროვნული ლიგა, სადაც მესამე ტურის 3 შეხვედრა გაიმართა. ქუთაისის ტორპედომ მოქმედ ჩემპიონს იბერიას უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა და მიმდინარე სეზონში პირველი ქულები მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ იბერია შეხვედრის მიწურულს 9 კაცით დარჩა. ტორპედომ კი გამარჯვების ერთადერთი გოლი ბოლო წუთზე გაიტანა. დებიუტანტი სპაერი კი ყოველს გაუცებას აგრძელებს. ანზორ კეყურაძის გუნდმა ამჯერად გაგრა დაამარცხა 3-0. 3 გოლის გარდა ამ შეხვედრაში აღსანიშნავი იყო მეორე ტაიმიც, როდესაც მსაჯმა 7 ყვითელი ბარათი გამოიყენა. დინამო თბილისმა კი რუსტავს უმასპინძლა და შეხვედრა 0-0 დამთავრდა. ამ შეხვედრაში გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა რუსტავს, თუმცა 11 მეტრიანის გამოყენება ვერ შეძლეს. მესამე ტურის მომდევნო შეხვედრები 12 მარტს გაიმართება. ახლა კი გიტოვებთ უკვე გამართული მატჩების საუკეთესო მომენტებს. თუ დაგავიწყდათ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. რომელმაც გადაწყვიტა გაგრას ბედი, აი ეს კარგი ეპიზოდი დარტყმატაისმათულებით და სპაერი გადის წინ მატჩის დებიუტში არა მთლად, მაგრამ მაინც სწრაფი გოლი გაქვს ცეცხლაძეს და სპაერი უკვე იგებს ამ შეხვედრას. ინერციით, მაგრამ სპაერის შემთხვევაში იგივე რუსთავის ეს კარგი ეპიზოდია და ახლა 4 მინუტია სპაერის ფეხბურთელები აქვს უცხობრივი უპირატესობა, პასია საჭირო, ეს პასი გაკეთდა დარტყმად შეიძლება დარტყმა და 0-2. მიდიოდა ამისკენ სპაერი, რომ გაზრდიდა თავის უპირატესობას ბოლო წუთების განმავლობაში და ასეც მოხდა ცირდავა. მეორე გოლის ავტორის დაბალი პასი სიენდა მატენჯოა 0-3 და ეს უკვე ფინიშია. სპაერი ამ შეხვედრას მოიგებს და აიღებს იმდენ ქულას, რამდენი გოლის გატანაც მოახერხა. მარჯვენა ფრთა შეიძლება ჩაწოდება კიდევ ერთი პასი საჯარიმოში არავინ არ აგდებს ბურთს იქ ორი ტან მაღალი ფორვარდია ესეც გასათვალისწინებელია ალბათ შეიძლება ჩაწოდება მაღალი ჩაწოდება თავი და გავიდა გოლი 1-0 ნადარაია მაინც გატანილი გოლის ავტორი 96 წუთზე ტორპედომ შეძლო და მოახერხა ამ შეხვედრაში გოლის გატანა რამხელა სიხარულია ხედავთ მოედანზე ტრიბუნებზე 96 წუთზე